წარმოიდგინეთ მე-12 საუკუნის ინგლისი. სოფლის განაპირას მგლებისთვის ამოთხრილ დიდ ორმოში გლეხები პოულობენ ორ ბავშვს და ძმას. ისინი საუბრობენ გაუგებარ ენაზე. აცვიათ უცნაური ტანსაცმელი და რაც ყველაზე მთავარია, მათი კანი არის მწვანე. დიახ, პირდაპირ გაგებით მწვანე. ეს არ არის რიგითი ჰოლივუდური ფანტასტიკის სცენარი. ეს არის ინგლისის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი, რომელსაც ვულპიტის ბავშვების სახელით ვიცნობთ. ამბავი მეფე სტეფანის მმართველობისას ვითარდება, რა დროსაც ინგლისში სრული ანარქია. სოფელ ვულპიტში ნაპოვნი მწვანე ბავშვები ადგილობრივმა მემამულემ რიჩარდ დეკალმა წაიყვანა სახლში. ბავშვები დღეების განმავლობაში უარს ამბობდნენ ყველანაირ საჭმელზე. სანამ არ აღმოაჩინეს მწვანე უმი ბარდა. დიახ, პირდაპირ მიწიდან ამოღლეჯილ ბარდას ჭამდნენ დიდი სიამოვნებით. დროთა განმავლობაში ისინი ჩვეულებრივ კვებაზე გადავიდნენ და სასწაული მოხდა. მათმა კანმა მწვანე ფერი დაკარგა. თუმცა ისტორია აქ არ სრულდება. უმცროსი ძმა მალევე გაურკვეველი ამტყოფობით გარდაიცვალა. გოგონა კი, რომელსაც მოგვიანებით აგნესი დაარქვეს, გადარჩა. მან ინგლისური ისწავლა და როცა ჰკითხეს თუ საიდან იყვნენ, ისეთი რამ თქვა, რამაც ხალხი შოკში ჩააგდო. აგნესმა თქვა, რომ ისინი მოვიდნენ წმინდა მარტინის მიწიდან, სადაც მზე არასდროს ანათებს, მუდმივად ბინდია და ირგვლივ ყველაფერი მწვანეა. თქვა, რომ მისი მამის საქონელს მწყენსავდნენ, შევიდნენ გამოქვაბულში, გაიგონეს ზარების ხმა და უცებ ინგლისში, სოფელ ვულპიტში ამოყვეს თავი. საუკუნების განმავლობაში ხალხს ჯეროდა, რომ ეს ბავშვები ფერიები, პარალელური სამყაროს მაცხოვრებლები იყვნენ. რობერტ ბარტონი მე-17 საუკუნეში იმასაც კი წერდა, რომ ციდან ჩამოცვივნენო, მაგრამ მოდით ფანტასტიკა გვერდზე გადავდოთ, რადგან ისტორიას გაცილებით უფრო საინტერესო და ტრაგიკული ახსნა აქვს. მე-12 საუკუნის ინგლისში ფლანდრიელი ემიგრანტები სასტიკად იდევნებოდნენ. ფორნჰემის ბრძოლის დროს უამრავი მათგანი დახოცეს. თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვები სწორედ დახოცილი ფლანდრიელების ობლები იყვნენ. ისინი გაექცნენ და აიკარგნენ ტყეში. ეს გაუგებარი ენა უბრალოდ ფლანდრიული იყო, რომელსაც ინგლისში გლეხები ვერ იგებდნენ. და მწვანე კანი, რატომ იყვნენ მწვანეები? მედიცინა ამასაც ხსნის. ტყეში ხანგრძლივი შიმშილობის გამო ბავშვებს დაემართათ ჰიპოქრომული ანემია, რომელსაც ისტორიულად მწვანე ამტყოფებსაც ეძახიან. ეს არის დაავადება, რომელიც კანს მომწვანო მოყვითალო ელფერს აძლევს. როგორც კი ნორმალური საჭმელი მიიღეს ბავშვებმა, დაავადება გაქრა. ვულპიტის მწვანე ბავშვების ამბავი არ არის ზღაპარი ელფებზე. ეს არის ისტორია ომზე, ტოლვილებზე და შიმშილობა გამოვლილ ბავშვებზე, რომლებიც უცხო გარემოში აღმოჩნდნენ. თქვენ კი კომენტარებში დაწერეთ, რომელი ვერსიის უფრო გჯერათ. მე პირადად მსურს, რომ ეს ბავშვები მიწისქვეშა სამყაროდან იყვნენ, სადაც ყველაფერი მწვანეა და გარშემო ბედნიერებას უფერავდა.